დილამშვიდობის ეთერშია მოამბე 10 საათზე სტუდიაში ლიზა ციკლაური მუშაობს. 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ინციდენტს. არასრულწლოვანი შელაპარაკების ნიადაგზე ცივი არაღი დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების შემდეგ გარდაიცვალა. ექიმის განცხადებით, პაციენტს გულმკერდის არეში ცივი არაღით გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და მას კლინიკაში მოთავსებისას დიდი ოდენობით სისხლი დაკარგული ჰქონდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია. 15-ის ხო? 15. დაზიანებული იყო მარცხენა ლავის ქვეშა ვენა მთლიანად გადაკვეთილი და ასევე მარცხენა ლავის ქვეშა არტერიის კედლის დაზიანება. მარცხენა ფილტვის ზედა წილზე, ასევე წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა ჭრილობა 4-3 სანტიმეტრზე გამჭოლი. გასული იყო მეორე მხარეს ჭრილობა. სისხლის დანაკარგი უაღრესად მძიმე იყო. მძიმე ფორმის ჰემორაგიული შოკი იყო. სამწუხაროდ ძალიან ვერ მოხერხდა ამ ახალგაზრდა პაციენტის გადარჩენა. ფონიჭალაში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველებს გვიან ღამემდე კითხავდნენ სამართალდამცველები. პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილის მეგობრები, მეზობლები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ინციდენტი ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა. რამდენიმე მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი შემთხვევა აღნიშნული კონცერტის მსვლელობის დროს მოხდა, რასაც პარტიაში არ ადასტურებენ. პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა ქართული ოცნების კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბის წევრიც. მისი თქმით, სამართალდამცველებს დაკავებული გარკვეული კითხვები ჰქონდათ მასთან. დაკითხვაზე მყოფი ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობლის თქმით კი გამოძიებას უკვე ჰყავს ბრალდებული აყვანილი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ დროისთვის არ გაუკეთებიათ. უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 100 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება თავდაპირველად 117 მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებდა, თუმცა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ საქმე გადაკვალიფიცირდა. არანაირი პოლიტიკური შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, ერთადერთი ის იყო შემთხვევით მოხდა მკვლელობა, ანუ მეგობრები იყვნენ და სულ სხვა ადამიანზე მოქნეული მოხდა მეგობარს. მოხდა ზემოსა და ქვემო ფონიჭალის ბიჭებს შორის ინციდენტი და ამ ინციდენტის შედეგად გაიხსნა დანა და მოხდა დანაშაული. კონცერტი დასრულებული იყო, შემდგომ ბავშვებმა გადმოინაცვლეს და იქ მოხდა რაღაც ინციდენტი. ერთი ბავშვი არის ბრალდებული, რომელსაც ემუქრება დაუშვათ თორცვები პატიმრობი. გარკვეული კითხვები ჰქონდათ პოლიციას. თქვენთან ჰქონდათ კითხვები? რა კითხვები ჰქონდათ? ნუ მაგას გამოძიების ინტერესები ამ მკვლელობასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები? გეტყვიან, მაგ განცხადებას გაკეთებთ, თვითონ გეტყვიან. თქვენ უკაცრავად და რა კითხვები ჰქონდათ, ცოტა კონკრეტულად რო გითხრათ, თუ შეიძლება. რასთან დაკავშირებით ჰქონდა ეს მაინც რო გითხრათ? კონცერტის რაზდილობა, აი. კონცერტის არანაირი. მოძრაობა ქართული ძალის დაკავებული 11 წევრის მიმართ ბრალდება წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შესახებ დღეს გახდება ცნობილი. პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული. 27 სექტემბერს მარჯანიშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე საქმე ხულიგნობის მუხლითაა აღწვული. მოძრაობის წევრები მედოვნებენ, რომ დაკავებულებს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 27 სექტემბერს მოძრაობა ქართული ძალის აქტივისტებმა არასანქცირებული მსვლელობა გამართეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დარწმუნებულია, რომ სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და დარბაზიდან გაანთავისუფლებს გირაოთი ამ ბიჭებს. შესაძლებელია ცოტა ვიღაცამ რაღაცა გადაამეტა, მაგრამ როგორც საუბრობენ და რამდენადაც მე ვიცი და წევრებთან მქონდა საუბარი, შესაძლებელია ეს გარკვეული პროვოკაციაც იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს, მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს 10 წლიანი უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურებათ. ბოლო სამუშაო დღეს მოსამართლეები იმ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებაზე იმუშავებენ, რომლებსაც ორი კოლეგია განიხილავდა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ვერ მოახერხა გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება და ამ საქმეების განხილვას ახალი შემადგენლობის პლენუმი გააგრძელებს. არ არის გამორიცხული საქმეების არსებითი განხილვა თავიდან დაიწყოს, რაც შეეხება სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს, იგი პლენუმმა 30 ოქტომბრამდე ხმათა უმრავლესობით უნდა აერჩიოს. მანამდე კი მოვალეობას პაპუაშვილის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს. გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ის იქნება თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი. ინფორმაციას არ უარყოფს თავად თავაძე.
ფიქსის დადების ცერემონია შედგება 2 ოქტომბერს და მას შემდეგ სასამართლო უკვე აირჩევს თავმჯდომარეს, შემდეგ თავმჯდომარის წარდგინებით დაკომპლექტდება კოლეგიები. ჯერ კიდევ მოქმედი სასამართლო შემადგენლობა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას იმ საქმეებზე, რაზეც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში. შემდეგ უკვე ახლად ფორმირებული საკონსტიტუციო სასამართლო განაგრძობს აღნიშნულ საქმეებზე სამართალ წარმოებას. ჩვენი საქმიანობა მიუხედავად თქვენი კრიტიკისა წარმატებული იყო. ფაქტურად 2006 წლიდან მართლა ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღებთ და ახალ წევრებსაც წარმატებას უსურვებ. ბევრად უკეთესი ხარისხიანი გადაწყვეტილებები გქონოდეთ მომავალშიც. თუ კრიტიკის ობიექტური საფუძველი არსებობს, უნდა გააკრიტიკონ, დრომ უნდა დაალაგოს ყველაფერი თავის ადგილას, რომ გამოჩნდეს იყო თუ არა ობიექტური საფუძველი. წინა ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ სახელისუფლებო გუნდში. ქართულ ოცნებაში მედოვნებენ, რომ პლენუმის ახალი შემადგენლობა კონსტიტუციის მიხედვით იხელმძღვანელებს და მათ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური ძალები გავლენას აღარ მოახდენენ. მართლ გუნდში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის ახალმა შემადგენლობამ გახმაურებული საქმეების განხილვა უნდა დაასრულოს და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ყოველგვარი გავლენების გარეშე მიიღოს. წინა ხელისუფლებას ყავდა ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ, ეს იკვეთებოდა ძალიან ბევრ შემთხვევებში და მე იმედი მაქვს, რომ სწორედ ახალი განახლებული შემადგენლობა ნამდვილად იქნება მხოლოდ და მხოლოდ კანონის, კონსტიტუციის, შინაგანი რწმენის ქვემდებარე და არავითარი სხვა პოლიტიკური გავლენის. რა ვითარება წინა საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხით. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თემაზე კვლევის შუალედურ შედეგებს დღეს წარადგენს. ანგარიში წარმოდგენილია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის შედეგები. საანგარიშო პერიოდი 2016 წლის 8 ივნისიდან 25 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. საბოლოო ანგარიში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება. მასობრივ გამოყენებას ადმინისტრაციული რესურსების ადგილი არ ჰქონია წინასაარჩევნო პერიოდში. იყო გარკვეული მნიშვნელოვანი პრობლემებიც, მათ შორის ერთზე რაც შეგვიძლია ახლა ვისაუბროთ, არის თქვენთანაც იცით ბოლო დღეებში გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერები. შინაარსი ამ ჩანაწერების არის ისეთი, რომ დისკრედიტაციას ახდენს ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და შესაბამისად თუ სახელმწიფო ამაზე არ რეაგირებს, არ აქვს ადეკვატური რეაგირება, ეს სწორედ არის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. რომის პაპი ფრანცისკეს დღეს საქართველოს ეწევა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად დახვდება. დღესვე რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრას გამართავს გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან. 1 ოქტომბერს რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა მესას აღავლენს და მრევლს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს. თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ ქალდეურ საზოგადოებასთან სიმონ ბარსაბას სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში. საქართველოს კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცა დააყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში. ვიზიტის დასასრულს რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და ტაძარში მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს. რომის პაპი ორდღიანი ვიზიტის საქართველოში მსოფლიოს წამყვანი მედია საშუალებები გააშუქებენ. აკრედიტაცია 150-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა. პაპი ფრანცისკე თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება. ვიზიტიდან არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოსაყოფი. პირველეს ყოვლისა ეს არის ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საკითხში და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის. ეს არის საქართველოს როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს როლის წარმოჩინება და საქართველოს თანამედროვე როლის წარმოჩინება საერთაშორისო არენაზე. საქართველოში ჩინეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ღონისძიების მასპინძელს ჩინეთის ელჩს საქართველოში ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ორი ქვეყნის ურთიერთობების ხანგრძლივ ისტორიაზე ისაუბრა. ჯიანში
წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. ეს შეთანხმება წაახალისებს ბიზნესისა და ვაჭრობის მოცემულობას ორივე ქვეყანაში და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას. აბრეშუმის გზის აღდგენა უკვე აახლოვებს ჩვენს ქვეყნებს და იყენებს საქართველოს, როგორც ევროპისა და ჩინეთის კარიბჭის უზარმაზარ პოტენციალს. ახალი აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით ჩვენი ერთიანი ხედვის ხორჩესყვაზე ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოამბე 10 საათზე ამით დასრულებულია. გმადლობთ ყურადღებისთვის. ახალი ამბებით პირდაპირ ეთერში მოამბე დაბრუნდება 12 საათზე. მე დროებით გამშვიდობებით.